Შვილის ღია წერილამდე 3 დღით ადრე New York Times-ში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მის სავარაუდო დაპატიმრებასა და ქვეყნიდან გაძევების ივანიშვილისეულ პროგნოზზე საუბრობდა. შევეცდები ვიბრძოლო ჩემს სამშობლოში ჩემი თავისუფლებისთვის, ამბობს სააკაშვილი, რაელის პრეზიდენტ სააკაშვილის, რა სიტყვის ირაკლი ღარიბაშვილის მუქარაზე ნაციონალური მოძრაობის მიმართ არაცვლილებებს ელის ქვეყანაში. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დიდ პოლიტიკაში რეკლამის შემდეგ, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ახალმა ხელისუფლებამ ისინი გაანადგუროს. ის, რაც თეატრულუკიანმა თქვა ერთი წლის წინ, ის მოხდა. ჩვენ ისინი გავანადგურეთ პოლიტიკურად, ისინი დამთავრდნენ პოლიტიკურად, აცხადებს თინა ხიდაშელი. პირდაპირ ეთერში მასთან ერთად რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით. განვაგრძობთ გადაცემას, ჩვენი შემდეგი სტუმარია უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი. მე მას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. წარმატებით გაიარეთ 2 დღე, მოკლედ ყავს ახალი გუნდი, ყავს ქვეყანას, ყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, ყავს ძველი შემადგენლობით ახალი მინისტრთა კაბინეტი. აი აქედან მინდა სწორედ დავიწყო ჩვენი საუბარი. რატომ მოხდა ისე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეცვალა ან არ შეცვალა არც ერთი მინისტრი? არსებობს ვერსია, რომ მან უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ დაშალა და რაღაც პერიოდის შემდეგ, სავარაუდოდ უფრო ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ჩვენ უნდა ველოდოთ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში. მივესალმებით მაყურებელს პირველ რიგში, მოგესალმებით. არა, გუნდი დარჩა, იმიტომ რომ ყველა კმაყოფილი არის მთავრობის სამშემადგენლობის გუნდური საქმიანობით. ამიტომ დღეს გუშინ, როდესაც მთავრობა დამამტკიცეთ, დღეს ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, რომ ხვალ და ძალიან სწრაფად ხვალ მთავრობა შეიცვლება, ეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა სერიოზული. ჩვენ დამამტკიცეთ ეს მთავრობა 1 წლით მინიმუმ. ანუ სწორედ დამამტკიცეთ 3 წლით, მაგრამ 1 წლის შემდეგ ისინი ანგარიშით, როდესაც წარსდგებიან პარლამენტის წინაშე, მოხდება ბუნებრივია ამ ანგარიშის მოსმენა, გაანალიზება და შესაბამისად დასკვნების გამოტანა. მაგრამ მთავრობა დამტკიცებულია იმ მანდატით, რა მანდატითაც ქართული ოცნება არსებობს. და არავითარი საფუძველი დღეს იმისთვის არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები მოხდება ამ მთავრობაში. რაც არ ნიშნავს ბუნებრივია იმას, ახლა გიორგი საუბრობდა, სანამ მე აქ შემოვიდოდი და აბსოლუტურად ვეთანხმები, პრემიერ-მინისტრი წავიდა თანამდებობიდან თავისი ნებით. და ეს პრეცედენტი შექმნა და თქვა, რომ არანაირი სკამი არაფრად არ ღირს, ხალხო და ეს ნორმალურია და ჩვეულებრივია. ამიტომ ახლა რომელიმე მინისტრი თუ გამოიცვალა, ეს არ არის ტრაგედია, არც უჩვეულო და არც რაღაცა ზებუნებრივი მოვლენა. მაგრამ მთავრობა ამ შემადგენლობით მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ქართული ოცნების მართლობის ამ ციკლის დასრულებამდე იქნება. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ქალბატონო თინა ამ მთავრობის დამტკიცებისას 2 დღის განმავლობაში პარლამენტში და მე მინდა რომ ამ თემებს მივყვეთ. პრინციპში წეღარაზეც საუბრობდით ბატონ დათო საყვარელიძესთან, მაგრამ მანამდე თქვენი ერთი განცხადება უნდა წავიკითხო, რომელიც ამ საღამოს გააკეთეთ მაესტროს ეთერში, თუ არ ვცდები. ყოველ შემთხვევაში ეს თქვენი განცხადება ლექსო ჭიკაიძისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის არ მიმიცია მე ხმა, ჩვენ ხმა მივეცით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას. ჩვენ ნდობა გამოუცხადეთ პრემიერ-მინისტრს, მე პოლიტიკურად ვენდობი ღარიბაშვილს, მე ვენდობი მის შემოთავაზებას, ვენდობი იმას, რომ ის დღეიდან არის მთავრობაზე პასუხისმგებელი. თუ ალექსანდრე ჭიკაიძე ამ თანამდებობაზე არ გამართებს, პასუხისმგებელი იქნება ღარიბაშვილი. ეს რას ნიშნავს? ხომ არ აირიდეთ თავიდან ერთგვარი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ისევ თქვენი ოპონენტების მხრიდან იქნა დასახელებული როგორც ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელი 26 მაისის დარბევის ღამეს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, რომელიც ყველა სიტყვა მართალია, რაც მე ვიქნი, ოღონდ კონტექსტიდან არის ამოღებული. იმიტომ რომ კითხვა იყო სტუდიაში, კი მაესტროში იყო ნამდვილად ეს სტუდიაში ძალიან მარტივი, რომელსაც იგულისხმებოდა, რომ ჩვენ მინისტრებისთვის სასალკო უნდა მიგვეცა ხმა და მე უბრალოდ პროცედურა განვმარტე, რომ არც იმ შემთხვევაში ლექსოზე იყო საუბარი და ამიტომ რომ ლექსო ჭიკაიძისთვის არ მიმიცია ხმა ხმა ინდივიდუალურად და არც მაია ფანჯეკიძისთვის და არც პატა ზაქარიაშვილისთვის. ეს არის სხვა პროცედურა, სხვა ტიპის თავრობა. კაბინეტიც აღარ არის ქალბატონო ინგა, არასწორია მაგ სიტყვის გამოყენება, სწორედ ეს არის სხვაობა. ჩვენ ხმა მივეცით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას. განსხვავებით წინა შემთხვევისგან, როცა ასე ვამბობდით ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, მაგრამ ამას მაშინ ვამბობდით. დღეს მართლა ესეა. ეს არ არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მატარებელი მინისტრები. ეს არის გუნდი პრემიერ-მინისტრის. ამიტომ შესაბამისად მისცემდით ხმას ჭიკაიძეს. აუცილებლად მივცემდი ხმას. მე მას არ ვიცნობ და ეს შეიძლება ძალიან უპასუხისმგებლოა ვაღიარებ, როდესაც მაგრამ შეუძლებელია ხა ყველა მინისტრი იცნობდა, რომელიც ოდესმე იქნება, ხო? ამიტომ არის მოცემულობა, რომელშიც ვართ. ჩვენ გამოუცხადეთ სრულინდობა ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენ არა მხოლოდ მრავლობითმა ჩვენ მე თინა ხიდაშელი უცხადებ სრულინდობას ირაკლი ღარიბაშვილს, მან 1 წლის განმავლობაში ასე შეაფასა, რომ მისი თანამშრომელი
ალექსანდრე ჭიკაიძე იყო ის ადამიანი, რომელიც მას ჩაანაცვლებდა ამ პოსტზე და ძალიან წარმატებულ ერთწლიან საქმიანობას ასე წარმატებით გააგრძელებდა. არავითარი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო ირაკლი ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ვაგრძელებ ბოლო ნაწილს, რაც მან იყო, იმიტომ თქვი, ყველა სიტყვას ვეთანხმებით, ხო? დიახ, ნამდვილად ის და არა ეს არ ეხება მხოლოდ ლექსო ჭიკაიძეს. ეს ეხება მაია ფანჯიკიძეს, ეს ეხება პაატა ზაქრიაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, კახი კალაძეს, ნებისმიერ მინისტრს. მინისტრებს, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოგვიდგინა როგორც მისი მთავრობა, ნებისმიერი მინისტრის საქმიანობა. ბუნებრივია შეფასდება ინდივიდუალურად, ახლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ კაცთან არავის კითხვები არ ექნება და არაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაც არ იყო ძალიან ისეთი საინტერესო პოზა დაიკავა ნაციონალურმა მოძრაობამ ჭიკაიძესთან მიმართებაში. ანუ ისინი აქებდნენ, ამბობდნენ, რომ ის არის პროფესიონალი პოლიციელი, მაგრამ ამავდროულად სულ უსვამდნენ ხაზს, რომ იგი იყო თუ არა მონაწილე 26 მაისის ღამეს. და სიტყვით იქ იყო მაშინ დღევანდელი შინაგან საქმეთა უკვე ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთე, სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი ჯერ იმ პირველ ნაწილზე ვთქვათ, ისინი აქებდნენ, იმიტომ რომ აქედან აკეთებდნენ შორს მიმავალ დასკვნას და ამბობდნენ, რომ როგორც ლექსო ჭიკაიძეა კარგი კაცი და თქვენ შემოგთავაზეს დღეს მინისტრად, უბრალოდ ესეთი კარგი კაცია ვანო მერაბიშვილი და რატო გიზეთ ციხეში. ნუ რაც სრული აბსურდია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაუპირისპირდით მე თინა ხიდაშელი დაუპირისპირდით ნაციონალურ მოძრაობას ზუსტად იმ დღეს, იმ დილას, იმ საათზე, როდესაც მათ დაიწყეს ადამიანების წინააღმდეგ კოლექტიული ბრალების წაყენება. როდესაც მათ დაიწყეს 10,000-ობით ადამიანისთვის ბრალის წაყენება, ისე რომ არასოდეს არც ერთხელ არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ინდივიდუალურად ინგა გრიგოლიასთვის, თინა ხიდაშელისთვის, ამ კაცისთვის, იმ ქალისთვის პირადად წარედგინათ ბრალი და ეთქვათ, რომ შენ ამაზე ხარ პასუხისმგებელი და ეს ადამიანი მეორე ამაზეა პასუხისმგებელი. აი ესე უბრალოდ ერთ დღეს თქვენს რომ უნივერსიტეტში ყველა იყო კორუმპირებული და ყველა ჩარეცხეს, ბოდიშს ვიხდი, ხო ცნობილი ფრაზაა, ბუნებრივია მე არ მეკუთვნის. მე ერთ დღეს რომ პოლიციაში ყველა იყო კორუმპირებული და არავინ არ ამბობს რომ არ იყო და პირველ რიგში ჩვენ არ ვამბობთ აი ნაცმოძრაობის ამ შემადგენლობასთან ნამდვილად არაფერი არ მაქვს თქვენი რომლებიც შევარდნაძის მთავრობის წევრები იყვნენ ზუსტად ჩვენ სწორედ რომ სულ ვამბობდით და სულ დაპირისპირებული ვიყავით შევარდნაძესთან ამიტომ რაიმე ხა ნოსტალგიებში ვერავინ ვერ დამდებს ბრალს ხო მაგრამ ესე არ ხდება ეს შეუძლებელია რომ 15,000 ადამიანიდან 15,000 ადამიანი იღებდა ქთამს იყო ერთნაირად დამნაშავე და ერთნაირად პასუხისმგებელი ესეთი იყო საბჭოთა კავშირი ძალიან ეწყინათ როდესაც მათ ნეონაცისტები უწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა. მე ამ ტერმინს არ ვიყენებ. ჩვენ 2006 წელს მათ ნეობოლშევიკები დავარქვით, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში ნეობოლშევიზმი უფრო ადეკვატურია ვფიქრობ. არ იყენებთ ამ ტერმინს, მაგრამ ეთანხმებით ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს ნეოფაშისტური მსგავსი იყო. ანუ ჩვენ მათ ნეობოლშევიკები დავარქვით და საქართველოსთვის ეს ერთი და იგივეა. ჩვენთან ნაციზმი არ ყოფილა, ჩვენთან იყო ბოლშევიზმი. და ისინი სწორედ ნეობოლშევიკები არიან. ჩემი დეფინიცია ესეთია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არსობრივად ირაკლი მიგულისხმება, ეს რა თქმა უნდა ერთი და იგივეა. დიახ, ისინი ნეობოლშევიკები იყვნენ და ერთ-ერთი პირველი ნიშანი ეს იყო. საბჭოთა კავშირში ბოლშევიზმის დროს იყო კოლექტიური ბრალი და მათ ეს აღადგინეს. ეხლა რატო წავედი ესე შორს? იმიტომ წავედი ესე შორს, რომ დიახ, ლექსო ჭიკაიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილის დროს იმ წლებში. უფრო მეტიც 2007 წელს დამეთანხმებით 7 ნოემბერს თუ ავიღებთ როგორც ერთ დღეს ერთ მოვლენას, იმიტომ რომ ის უფრო ფართომასშტაბიანი იყო, ხო? სერიალი იყო დარბევების, დედაქალაქის ბევრს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, რიყიდან დიღმამდე, იმედის ტერიტორიამდე და შუაში რუსთაველის გამზირის 3 ჯერ დღის განმავლობაში. შეგვიძლია მე და თქვენ როგორც მსხვერპლმა იმ დარბევების თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში ვინმეს ფორმა თუ ეცვა იმ მომენტისთვის და არა მხოლოდ მათ, მაგრამ ამ წუთას ფორმიანებზე ვილაპარაკოთ, აი ყველა იღებდა ამ დარბევაში მონაწილეობას. იმდენი იყვნენ უბრალოდ. აი ეს გახსოვთ თავი ყვითელი ჯარი რო ამოიმართა უცბად პატრულის თანამშრომლები ის როგორც გვითხრეს მე რუსთავის გამს. უბრალოდ იმდენი იყვნენ რომ შეუძლებელია იფიქრო რომ აი დარჩა ვინმე ვინც არ გამოიყვანეს რუსთავის გამზირზე და ვინც არ გცემდა. დაწყებული სადის ანუ საჯელახშულების დეპარტამენტის სპეცნაზიდან დამთავრებული ჩვეულებრივი სტანდარტული პოლიციური სპეცნაზით და შუაში ვინც გინდა. და პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ მათ, ვინც იქ იყო გამოყვანილი. ეხლა კითხვა არის ესეთი. ეხლა როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზუსტად ისე როგორც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, აბსოლუტურად ყველა იმის მიუხედავად სინამდვილეში X ადამიანი იყო თუ არა იმ დღეს რუსთაველის გამზირზე. ერთი დიდი წერილი დავწეროთ, უბრალოდ ბრძანება დაწეროს ყველა მინისტრმა სათითაოდ, სოზარ სუბარმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ანუ იმ მომენტს გულის ხო. თავდაცვის მინისტრმა რა ვიცი ვინც კიდე და თქვას, რომ აი ყველა ვისაც ეცვა ფორმა 2007 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით დათხოვნილია სამსახურიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველანი გვცემდით. ეს იყო ერთი ვერსია და მეორე ვერსია იყო ის, რომლითაც ჩვენ წავედით.
ამაზე ბევრი პრეტენზია არსებობს, რასაც ახლა მე ვიტყვი და მე მათ დიდ ნაწილს ვიზიარებ და პროკურატურაში ის რაც მოხდა, ამის შედეგიც არის, მაგრამ ერთი წუთი ეგვერზე გადავდოთ, თან სტრატეგიულად და პოლიტიკურად ვთქვათ. სტრატეგიულად და პოლიტიკურად ჩვენ ვთქვით, იმ სისტემას ყავდა ორი ტიპის მსხვერპლი. ჩვენ, ანუ პირდაპირ გაგებით მსხვერპლი, ვისაც გვცემდნენ, ვისაც გვისმენდნენ, ვისაც ბიზნესს ართმევდნენ და ასე შემდეგ და მე ერთ მაგალითს მე მოგიყვებით. გიორგი წაღან გვარები არ დაასახელა. მე აუცილებლად უნდა დაგისვათ ამაზე. მე მაქვს უფლება რომ ერთ-ერთი დავასახელო და დეტალურად მოგიყვებით. და მეორე მსხვერპლი, რომელიც იყო სისტემაში. რა არჩევანი ქონდათ ამ ადამიანებს? მარტივი კითხვა აქ ინგა. ძალიან მარტივი კითხვა. აი ეს ათასობით ადამიანი, რომ დაარაზმულიყო და ჩვენთან მოსულიყო. და ეთქვა, რომ იცი რა, ჩვენ ბრძანების უკანონო ბრძანების შესრულებაზე ვარს და ეხლა დაგვიცავით. მე პოლიტიკოსი მაშინ ოპოზიციონერი და თქვენ ჟურნალისტი ინგაგრი, ჩვენ დავიცავდით იმ ადამიანებს. რამეს შევძლებდით ქვეყანაში, სადაც 300,000 კაცი გაასამართლეს. ოჯახების 1/3 ყავდა პასუხისგებაში მიცემული ადამიანი. პირდაპირ მნიშვნელობით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ხო საქართველოში? 1/3 თითქმის ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში. ყოველ მესამე ოჯახს ყავდა სამართალდამცავ სისტემასთან რაღაცა ტიპის ურთიერთობაში მყოფი ადამიანი ოჯახში. ან ბრალდებული, ოფიციალურად და ციხეში გაშვებული, ან ბრალდებული და არა ციხეში გაშვებული, მაგრამ პრობაციონერი, ან ბრალდებული საპროცესო გარიგებით გამოშვებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის აქ თავარი ამოცანა. ამიტომ მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი. ყველა ვინც ხელფასს იღებდა და მუშაობდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში გამოვაცხადოთ რაღაცა მონსტრებად მიუღებლად, ჩარეცხილად, სააკაშვილის ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ და ყველა გაუშვათ და პერსპექტივა მოუკლათ, მარტო გაშვებაში არ არის საქმე და კიდევ პარალელურად ნებისმიერი ზრდის განვითარების კარიერული წინსვლის პერსპექტივა მოუკლათ. ამიტომ მე არ ვიცნობ ლექსო ჭიკაიძეს. მე მისი ადვოკატი არა ვარ, ვერ გამოვდგები. მე არ ვიცი 26 მაისს სად იყო და რა საკეთებდა. ვიცი რომ ის იმ დროს პოლიციაში მუშაობდა, თან თბილისის პოლიციაში. ნუ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ძალიან მაღალი ალბათობით ის იმ დროს იყო რუსთაველის გამზირზე. თუმცა ეკაბესალიან გუშინ ეთერში თქვა, რომ საკომიტეტო მოსვენის დროს მას დაუსვა შეკითხვა და ლექსო ჭიკაიძემ თქვა, რომ ის იმ დროს არ იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში, მაგრამ არა რუსთაველის გამზირზე. ხო? ეს არის საკითხი, რომელიც გამოძიებით უნდა დადგინდეს. ამ საკითხზე გამოძიება დამთავრდა. ყველაზე კარგი იქნებოდა თავად რომ გაეცა მინის პასუხი და პირდაპირ არა მესმის ხო აი იმ შეხვედრაზე სადაც მას უსვავდნენ კითხვას იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ოღონდ აი გეუბნებით მე არ მომისმენია უბრალოდ აქ წამოსვლამდე ჟეჟილაშვილის გუშინელ გადაცემას უყურებდი და ეკას პასუხი მომისმინე. ამიტომ ჩემთვის პირადად არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვარ იმ ხელისუფლების წევრი, რომელიც აი ამ ტიპის ზღვარს ესე არავლებს და უბრალოდ არ ყრის სანაგვეზე ყველას, ვინ წინა ხელისუფლების დროს სუნთქავდა, ცოცხლობდა, ხელფასი ქონდა და სამსახური ქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ადასტურებს ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ჩვენ რევანშიზმით არა ვართ დაკავებული. ჩვენ ყუდიანებზე არ ვნადირობთ. ჩვენ ვთქვით, რომ ის იყო სისტემური დანაშაული და ის სისტემა უნდა გავასამართლოთ და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და აქ მივდივარ, რაც წეგან ვთქვი. აქ არის პრობლემები. რას ნიშნავს ის სისტემა უნდა გავასამართლოთ? ორ რამეს ნიშნავს. ერთი, რომ უნდა პოლიტიკურად ამ სისტემის შემქმნელებზე სისხლის სამართლის საქმეები მტკიცებულებებით გამყარდეს. სააკაშვილიდან დაწყებული მინისტრების ჩათვლით თუ კიდევ ქვემოთ. მე გვარებს არ ვამბობ, მე იურისტი ვარ და არასოდეს არა, როგორ რეჟიმის შესახებ საუბრობთ, სისტემის შესახებ და ამ სისტემის ყველა უნდა გავასამართლოთ ამ რეჟიმის სათავეში მყოფი პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები, ვის მიმართაც დანაშაული დადგინდება. არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები. არ უნდა ვთქვათ, რომ იცი რა, შენ არა უშავს ახლა რა, მე რა რომ მინისტრი იყავი და აი ეს მინისტრი კი ნამდვილად. ეს არ შეიძლება, ეს დაუშვებელია, ეს კიდევ უფრო მეტი უსამართლობის გრძნობას გააჩენს. რაოდენ ბედნიერებიც არ უნდა ვიყოთ დღეს ჩვენ იმით, ან კმაყოფილები რომ ვანო მერაბიშვილი არის ციხეში, ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია რომ ვანო მერაბიშვილს დაუმტკიცდეს ბრალი და ყველა იყოს დარწმუნებული, ყველა დარწმუნებული ხარ. ასე ლაპარაკებს დათვსაყვარელიძე აქ, ეს არ არის საინტერესო. შინაგანად ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ბრალი რომელიც წაყენებული არის საფუძვლიანი, ფუნდამენტურად დასაბუთებული და ის ამ ბრალისთვის აგებს. კი ბატონო, ქალბატონო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, უბრალოდ ეხლა თქვენმა სიტყვამ მომიტანა ეს შეკითხვა. ძალიან ბევრჯერ მე მომისმენია ასეთი რამ, რა საჭირო იყო მისი დაპატიმრება, როდესაც ადამიანი ჩვეულებრივად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რატომ იყო აუცილებელი მისი ციხეში ჩაჯდომა? საქართველოში არსებობს სისხლის სამართლის აფრთხე ძალიან იურისტი გავხდებით, რომ ისინი ხო ესე ლაპარაკობენ, რიცხვებით მოდიან, გრაფიკებით ლაპარაკობენ და შინაარსი არ აინტერესებთ. აი, დათვსაყვარელიძე აქ იჯდა ახლა ჩემს ადგილზე და 3-4 და 4-ჯერ დაგისვათ შეკითხვა, რომ თუ ბიზნესს ვაყაჩაღებდით,
ხო შეიძლება რაღაც აღიარო და რაღაცაზე ბოდიში მოიხადო. არა, გასაგებია მათი პრობლემა. თუ ბიზნესს ვაყაჩაღებდით, როგორ იზრდებოდა ეკონომიკა. და თითქოს ეს ორი ამბავი ისეთ პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და ისეთი არგუმენტია გაუჭრელი, რომ ამის მერე უნდა დადუმდე ოპონენტი და ხმარ უნდა ამოიღო, ხო? ამიტომ რადგან ესე ვლაპარაკობთ, მეც ესე დავილაპარაკო პასუხს. საქართველოში არის სისხლის სამართლის საფრთხე კანონმდებლობა, კიდე საერთაშორისო კონვენციებია, რომელშიც ზუსტად იგივე წერია, რაც ჩვენთან. და ამ საფრთხე კანონმდებლობაში არის ჩამონათვალი, რა შემთხვევაში უნდა იყოს ადამიანის წინასწარ პატიმრობაში. ამ ჩამონათვალში წერია ეხლა თანმიმდევრობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს. საფრთხე შეიძლება შეუქმნას მტკიცებულებებს. ადამიანს ხელმისაწვდომობა ქონდა ყველაფერთან. შეეძლო თუ არა ვანომერაბიშვილს საფრთხე შეექმნა მტკიცებულებებისთვის, რა თქმა უნდა შეეძლო. მეორე, მოწმეები, ასევე საფრთხე შეუქმნის მოწმეებს. ყველა ადამიანი, რომელმაც პოტენციურად შეიძლება მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. შეუძლია მათზე გავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა შეუძლია მათზე გავლენა მოახდინოს. მესამე, მას ქონდა ყალბი პასპორტები. ანუ ქვეყნის დატოვების, კანონო დატოვების საფრთხე არ უნდა არსებობდეს. მეტი რა უნდა მომხდარიყო, თუ სამართლებრივად ბუკვალურად უყურებთ კანონს, როგორც მათ უყვართ ხოლმე ხანდახან რიგ შემთხვევაში. აი ესე ბუკვალურად თუ მიუდგებით ამ კანონს, მაშინ მითხრან წინასწარი პატიმრობის პირობებიდან რომელს ვერ აკმაყოფილებს ვანომერაბიშვილი. კი ბატონო, მაგრამ იგივე მაშინ ბაჩო ახალაიას თემაზე ქალბატონო თინა წაყენებული საქმეების კვალდაკვალ ორი საქმიდან იგი მტყუანი არ გამოვიდა, ხო? ეხლა კიდევ მესამე არის, ხო? გამამართლებელი განაჩენი. ანუ ამას გეკითხებით, თქვენ კი ამბობთ, რომ ეს აუცილებელია დაუშვათ სამართლებრივი მიმართულებით, მაგრამ თუ სამართლებრივად ვლაპარაკობთ, აი კანონი ამას ითხოვდა და როდესაც ბრალი არ უმტკიცდება დაკავებულ ადამიანს. ერთ-ერთ მაღალ ჩინოსას ეს ახალაიების თემა საქართველოსთვის განსაკუთრებულად სენსიტიურია, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ ერთხელ არ დაუმტკიცდა ამ კაც ბრალი, ორჯერ არ დაუმტკიცდა და ავტომატურად მერე მათ ეძლევა თუ არა იმის საფუძველი, საშუალება რომ თქვან, რომ აი ჩვენზე არის პოლიტიკური დევნა. იმიტომ რომ ერთი, როდესაც არსებობს საჩივარი, ეს საჩივარი უნდა იყოს გამოძიებული. და ეს არის ჩემი მთავარი პრეტენზია პროკურატურის მიმართ ამ ერთ წელს განმავლობაში. იმიტომ რომ ყველა საჩივარი უნდა იყოს გამოძიებული. ყველა. რასაც გადაყვავა ყველას მიმართ. და თუ რამე შერჩევითი სამართალზე შეიძლება ველაპარაკოთ, მათ სასარგებლოდ არის ეს შერჩევითი სამართალი. ერთი. მეორე, არა, იმიტომ რომ ჯერსერთი არ დამთავრებულა არც ერთ სასამართლო პროცესი, დავიწყოთ აქედან. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, ვიღაცა უკვე გამართლებულია თუ არ არის ჯერ გამართლებული საბოლოოდ. და მესამე, ის არის გამწყნებული ერთ-ერთ საქმეში. კი, სააკაშვილმა შეიწყალა გასაგებია, მაგრამ გამომწყნებელი განაჩენი დადგა მის მიმართ. იმ საქმეში, საიდანაც დაიწყო ბაჩო ახალაიას, როგორც მათ უყვარს ხოლმე თქვა, მონსტრიზაციის პროცესი. აი იმ ციხის ბუნტის საქმეზე 2006 წლის, რომელიდანაც დაიწყო, გაიცნო საზოგადოება ბაჩო ახალაია და დაიწყო მთელი ეს ამბები. ჩემთვის პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, ამ ყველაფერს უყურებდა და მონაწილე იყო. ის რომ სასამართლოში გამართლა ბაჩო ახალაია რაღაც საქმეზე, სულაც არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულო. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურამ ვერ მოახერხა მისთვის ბრალის დამტკიცება. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ის იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უდანაშაულო არ არის, ციხეში უნდა იჯდეს, არა. თუ გამართლა ის ყველა საქმეში, ის გარეთ უნდა გამოვიდეს. მაგრამ ეს ჩემთვის პირადად როგორც ადამიანისთვის, რომელიც ახლა ვუყურებ რა ხდება და ვფიქრობ, რომ სადღაცას პრობლემა აქვს ხელისუფლებას. ხო, თან ხო მე უბრალოდ მოქალაქე არა ვარ, ამ წუთას ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ. ეს უფრო მეტად იმის დასტურია, რომ პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა მას დანაშაული. ვიდრე იმის რომ ის არ არ ამტკიცებ, რომ უბრალოდ ვერ დაუმტკიცა პროკურატურის დამნაშავე. მე არ მithქოს ის დამნაშავეა, მაგრამ ჩემი გადასახედიდან მე ვამატებ ხოლმე სიტყვებს, ვიცი როგორ უნდა ვილაპარაკო. ჩემი გადასახედიდან ის არ არის უდანაშაულო. ჩემი გადასახედიდან იქიდან გამომდინარე, რაც მე ამ ადამიანის საქმიანობისთვის თვალი მიდევნებია და რაც მე ადამიანებთან მისაუბრია, რომლებიც პრეტენზიებს უყურებდნენ მას, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ მას ვერ დაუმტკიცა დანაშაული. პროკურატურამ ვერ მოახერხა თავისი საქმიანობის ისე წარმართვა, როგორც ეს მას ევალებოდა. სავარაუდოა. ამიტომ ვნახოთ, მაგრამ რამდენჯერაც ვერ მოახერხებს.
აი რამდენჯერაც ვერ მოახერხებს, იმდენჯერ როგორ მოსტრათაც არ უნდა ყავდეს ვინმე წარმოდგენილი მოსახლეობას, ის უნდა გამოვიდეს გარეთ. იმიტომ რომ სანამ სასამართლოში არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა, ის უნდა გამოვიდეს გარეთ. ჩვენ ეს მოგვეწონება, არ მოგვეწონება, ამით კმაყოფილი ვიქნებით თუ არ ვიქნებით, არც ერთი ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში, თუ მისი დანაშაული არ არის დამტკიცებული. სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ამბობ, სწორედ ამას გადაყვა არჩილ კბილაშვილი, სწორედ იმას, რომ თქვენი ხელისუფლების მთავარი ლიდერების მხრიდან ისმოდა ზუსტად ეს პრეტენზიები. ქაბატონო თინა, მეჩვენება თუ ძალიან ისეთი ტონი გაგიმკაცრდათ, არა მარტო თქვენ, სრულიად ხელისუფლების მთავარ გუნდს. მაგალითად, წეღარ რაზეც ვესაუბრებოდი იგივე საყვარელიძეს. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო თუ არა მუქარა. ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, სისტემა უნდა გასამართლდეს, ყველა უნდა გასამართლდეს. არა, გასაგებია, მაგრამ ეხლა რაღაც ძალიან, არა, ყველა ვინ შექმნა ეს სისტემა, თქვენ ბძანეთ. ანუ თუ გავიხსენებთ, რომ გამოვიდა ღარიბაშვილი, რომელმაც უთხრა მათ, რომ დაელოდეთ გამოძიებას, რომ არსებობს უამრავი ფაქტი, კანონდარღვევის, მათ შორის ელიტური კორუფციის ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ტონი ძალიან გაუმკაცრდათ, ემუქრებით ყოფილ. არავის არ ვემუქრებით, მათთვის თავარი მუქარა არის, მათი წარსული, მათი საქმეები და მათ მიერ ნაკეთები საქმე, მათი სიზმრებია მათი მთავარი მუქარა ჩემის აზრით, რომელსაც ყოველღამე ხედავენ და ეს არ მინდა კაი პირველ რაღაცებში გადავიდე პარლამენტში ერთ-ერთი ოპოზიციონერის გამოსვლა ამის კარგი დასტური იყო, რომელსაც ეთყობა სიზმრები აწუხებს ყოველღამე, მაგრამ არა აქ ამას ეს არ არის პრობლემა და ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არაფერი ტონი არ გაგვიმკაცრებია, მე ზუსტად იმას ვამბობ, რასაც სულ ვამბობდი, მე სულ იმას ვამბობ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, სულ იმას ვამბობ, რომ ამ დანაშაულის მსხვერპლი, აი, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იყო საუბარი, მაშინ რომ დაკითხვებს მიწყობდნენ რამე ჟურნალისტები, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემ ინტერვიუს, სადაც რამე განსხვავებულს ვამბობდე და ეს პირველი დღეები არჩევნებში გამარჯვების. ანუ ეს არ არის მე უკვე როდესაც ვთქვათ, გაუჩნდათ ადამიანებს კი, მაგრამ მაშინ თქვენ იყავით ყველაზე მკვეთრად გამორჩეული. ეხლა გულისხმობ, ღარიბაშვილის გამოსვლა, სადაც სწორედ ეს ნეოფაშისტურთან შედარება გააკეთა და დაელოდეთ გამოძიებას, იმავე საღამოს უკაცრავად დავასრულებ. ნოდარ ხადურმა ამ ეთერში თქვა, რომ აი დაელოდონ გამოძიებას, იმიტომ რომ იმდენი უკანონობა აქვთ მათ ჩადენილი. ანუ მუქარა ხო არ არის თქო ყოფილი ხელისუფლების მიმართ, რომ თუ ისინი კრიტიკას არ შეანელებენ, ამ შემთხვევაში მათ არც ისე მარტივად ეკნებათ საქმე. არა, კრიტიკასთან ეს რა კავშირშია? კრიტიკის შედეგები ვნახეთ ჩვენ იმ დღეს. ესე იგი, აქაც ვერ გაუძლო ამ სტუნებას თქვენმა რესპონდენტმა რამდენიმე წუთის წინ. ყოველსაცილო იცით რა არის, რომ ჩვენ გვაკრიტიკებენ იმაზე, რომ აი ჩვენ მკითხავს უსვამდით პრემიერ-მინისტრს იმაზე, რომ 700 მილიონით გაგერღვა ბიუჯეტი და ის ამბობდა 9 წელი. და ნუ როდემდე უნდა ძახოთ ეს 9 წელი. და გიგი წერეთელი გამოდიოდა თქვა, რომ აი მოდი რაღაცა თარიღზე შევთანხმდეთ, რომ აი იმის მერე აღარ ვლაპარაკობთ 9 წელი. ოღონ თვითონ დღესაც, აი დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან. ამბობენ 2003 წელს ჩვენ როგორი სახელმწიფო ჩავიბარეთ. კარგით რა. ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია. მე არ ვამბობ რატო იხსენებენ ამას. მათ რატო აქვთ პრეტენზია 9 წელზე ამას ვერ ხვდები? ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ნორმალურია. იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს საკუთარი კარგი წარმოაჩინოს და კარგის ყველაზე კარგად წარმოჩენის საშუალება არის ცუდთან შედარება. ამიტომ ის იძულებულია შეადაროს თავისთავად 2003 წლამდელ საქართველოსთან და ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივად გავახსენებთ მას ამ 9 წელს. აი რამდენჯერაც იტყვიან. პირდაპირ ვამბობ, რა ვიცი მე, რათაც გინათ ახლა მუქარ ამაში არაფერი იქნება, მაგრამ რათაც გინათ იმათ ჩამითვალეთ. პირდაპირ ვამბობ, რამდენჯერაც იტყვიან ცინიკურად, რომ უი თურმე ჩვენ ბიზნეს ვატერორებდით, მაგრამ აი ბიუჯეტი მუდმივად იზრდებოდა. აი ზუსტად იმდენჯერ არ დავიზარებ და იმდენჯერ გამოვალ ტრიბუნალსა და იმდენჯერ მოუყვები. აი როგორც იმ დღეს ხტომაზე ორი მაგალითი მოუყვები, ყველა ხტომაზე დამატებით თითო მაგალითს მოუყვები. იმიტომ რომ მათ ეს არის ჩვენი პოლემიკა. მათ არ მივცემ მის უფლებას არასოდეს რომ მაღალი მორალისტური ტრიბუნებიდან ილაპარაკოს. მიშა მაჭავარიანმა როგორ უნდა მელაპარაკოს მაღალი მორალისტური ტრიბუნებიდან, ან მე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს შევარდნაძის პერიოდზე როგორ უნდა მელაპარაკოს, როგორც მის მიღწევაზე და რაღაცა ჩემ რევანშიზმზე. ამის უფლებას არასოდეს არ მივცემ, ეს ზუსტად უნდა იცოდნენ, ძალიან კარგად უნდა ქონდეთ გაცნობიერებული, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პოლემიკა. რაც შეეხება საქმეს, ამ საქმეს ხელისუფლება როგორ აკეთებს, ყველაზე კარგად ხედავს მოსახლეობა. აი გუშინ ერთი მაგალითი მომიყვანეს ხტომაზე და ეხაც გავიმეორებ. საგარეო კომიტეტზე ვესწრებოდი მე მინისტრების მოსმენას გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ამ კომიტეტებში ვარ ძირითადად და მაია ფანჯიკიძეს დავუსვას ერთი შეკითხვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ქალბატონმა ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გადაისინჯოს ან საერთოდ გაუქმდეს კარასინი აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატი, იმიტომ რომ არანაირი შედეგი აქედან არ დადგა.
აი აქ არის სწორედ ჩვენ შორის თავარი ფუნდამენტური სხვაობა. ეხლა რიტორიკის დონეზე ჩვენი ერთმანეთს რა უთხართ, ეს ხო არ არის საინტერესო. ეხლა თავარი არის მოსახლეობა როგორ ფიქრობს, კარასინი აბაშიძის მოლაპარაკებებიდან შედეგი დადგა თუ არ დადგა. ჯერ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ პირველ დღეს ვთქვით, ეს არ არის მოლაპარაკებები წითელ ხაზებზე. ეს არ არის მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე. ეს არ არის ჩანაცვლება ჟენევის. ეს არ არის ალტერნატივა ჟენევის. ეს არის პარალელური პროცესი სხვა თემებზე, სხვა პრობლემებზე. იმ სხვა თემების და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, იმიტომ რომ როგორც ჟანგბადი, ისე ჭირდება ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარება. ეხლა ну ისინი ისე მიმეორებენ რომ აი დვანში ავლებენ მავთულ ხვართებს. დვანში რომ ავლებენ მავთულ ხვართებს, ამაზე ჩვენ სულ ვლაპარაკობთ, ოღონდ ვლაპარაკობთ ჟენევაში. არ ვლაპარაკობთ კარასინი აბაშიძის ფრონტზე. შეიძლება ამაზე, რა თქმა უნდა, როცა ხვდებიან, შეუძლებელია ზურა აბაშიძემ ეს საკითხი არ თქვას. შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ წუთას ხდება მავთულ ხვართების გავლება. მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ არ ველოდებით აბაშიძე კარასინის შეხვედრიდან შედეგს, ხო? ეხლა კითხვა არის ესეთი. ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ კომიტეტს. იმათ რაღაცა დაგობრალეს, ჩვენ რაღაცა დავაბრალეთ სიტყვა. ხო, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. აი ახლა ამასობაში ჩვენ რო აი ამაზე ვლაპარაკობდით პოლიტიკურად, რა ხდებოდა იმ დროს აჭარაში? ან ორი თვით ადრე კახეთში. ეს არის მთავარი. ან რა ხდებოდა ბორჯომის ქარხანაში? რა ხდებოდა? რა ხდებოდა და ის ხდებოდა რომ იმდენი ბოთლი წყალი გაყიდა ბორჯომმა, რამდენიც არ გაუყიდია, არ ვიცი, რამდენი ბოლო წელია. იმდენი ღვინო გაიყიდა, იმდენი ყურძენი გაიყიდა კახეთში, რაც არ ყოფილა არასდროს. 8 ლარად გაყიდა რაჭოლმა გლეხმა ყურძენი კილოგრამი. 8 ლარად. ბოლო დღე მითხარით, ბოლო წელი, ბოლო 10 წლეული, როდესაც ესეთი რამე მოხდა საქართველოში. ამ წუთას ციტრუსი რომ რა მდგომარეობაშიც არის აჭარაში, როგორც იყიდება, როგორიც არის მოთხოვნა. ბოლო მითხარით 10 წლეულებში როდის იყო ესეთი მომენტი. ეს არის კარასინი აბაშიძის ფორმატის შედეგი, რომელზეც გვეუბნებიან რომ გააუქმებთ. კი ბატონო, აი თქვენ საუბრობთ ერთ კონკრეტულ თემაზე, მაგრამ მთავარი პრეტენზია, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გაისმოდა და დღესაც სტუდიაში გაგრძელდა იგივე თემა, ეს არის გარღვეული ბიუჯეტი 700 მილიონიანი. წეგან თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გაიხსენეთ ბოლოს რომელიმე წელი, როდესაც ბიუჯეტი გაირღვა და ჩვენ საუბრობთ 700 მილიონზეო. აი ეს არის ის მთავარი პრეტენზია, აქვთ მათ უფლება, არ აქვთ ეს ცალკე თემა. ფაქტი გვიდევს წინ 700 მილიონით გარღვევა ბიუჯეტში, რა არის ეს? კი, ეს არის არ ვიცი რამდენი მილიონით არის სიმართლე ვთქვა ზუსტად თქვენ ზოგი რას ამბობს ზოგი რას დაიწყო თავიდან 350 მილიონი და ბოლო დღე იყო 700 ვთქვათ დიახ ეს არის ეს არის ფაქტი ამაზე გიორგი კურიკალშვილი ბევრი ლაპარაკი ხარ მგონია რომ კიდევ მე განსაკუთრებული კომპეტენცია მაქვს ამ თემაზე საუბრის ნამდვილად არ მაქვს მაგრამ აქაც კითხვა მთავარი იგივეა რაც წეგან კარასინი აბაშიძის შემთხვევაში ვსვავდით ეს 700 მილიონით რო ეს არ არის კარგი ანუ დასაწყისში ვერ ვთქვათ. და ეს არ არის თემა, რომელთაც ჩვენ ახლა ვიამაყებთ და ვიტყვით, მე როგორ გადრებათ? აი მაგათ რო იცოდე ყველაფერზე რომ ეს ჭიქა ბოლომდე სავსეა უნდა დაემტკიცებთ. არა, ამის დამტკიცებას არ ვაპირებთ, რასასურველია, არც ამის უარყოფას ვაპირებთ, არც იმის თქმას ვაპირებთ, რომ ეს ძალიან მაგარია და რა მაგარი რამე გავაკეთეთ, რა სიგიჟეა, მაგრამ იმას ნამდვილად ვიტყვით, რომ დიახ ეს მოხდა და ძალიან ცუდია. ოღონდ თავი კითხვა ისე ვის არის? ეს 700 მილიონით არის თუ რამდენი მილიონითაც არის გარღვეული ბიუჯეტი? პირდაპირ მნიშვნელობით აისახება უარყოფითად მოსახლეობაზე თუ არა. რა იქნება ამითი და საბოლოო ჯამში ვინ იქნება ამითი დაზარალებული? ეს არის ერთჯერადი მცირე პერიოდის პრობლემა თუ ეს არის პრობლემა, რომელსაც განგრძობითი ხასიათი ექნება და თქვა თუ ისა რა ქვია ესე გაგრძელდება და მომავალ წელსაც ესე გაგრძელდება, იმის მერეც ესე გაგრძელდება და საერთოდ ამ იმიდან ვეღარ ამოვალთ, ხო? მთავრობა ამბობს ისინი გამობენ რომ ვერ მოვისმინეთო, მაგრამ ნუ ესეც გასაგებია რატო ამბობენ ამას. მთავრობა ამბობს რომ არის კონკრეტული გეგმები. აი გიორგი მეხაძე ერთ კონკრეტულ პატარა მიმართულებაზე ერთ ნაწილზე ილაპარაკა, კონკრეტულ 400 მილიონზე, რომელიც ინვესტირებაც არის დაგეგმილი. რომელიც არ არის საბიუჯეტო ინვესტირება. რაც ხდებოდა მანამდე, რომელიც არ არის წინასწარ გადახდილი გადასახადები, რომელთაც ივსებოდა მანამდე ბიუჯეტი. ანუ თქვენ იმაზე სავითარებთ, რომ წინასწარ გადახდილი აი იმ ფულით, რასაც მე წეგან ვეკითხებოდი საყვარელზე, ავსებდნენ ბიუჯეტს. მე არა ვარ ამ ამბის ექსპერტი, წაღამ თქვი, მე იმას ვამბობ, რაც ვიცი ჩვენი მინისტრებისგან, ჩემი მეგობრებისგან. ნოდარ ხადური ამბობს, რომ გასულ წელს 1 მილიარდი ლარი იყო ამოღებული წინასწარი გადახდის ფორმით ბიუჯეტის შესავსებად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მაქვს სრული ინდობა ნოდარის, აბსოლუტურად ვენდობი, რასაც ამბობს. ვენდობი ქაღალდებს, რომელსაც ვკითხულობ, რომელიც მე მან მომიტანა და ვნახე, რომ ეს ნამდვილად ესეა, ქაღალდზეც ეს ჩანს და იკითხება და ძალიან ათელია. დიახ, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. არ გაგვიკეთებია.
ამიტომ ბუნებრივია რომ რაღაცა მე არ მომფრო ეს 1 მილიარდი ეს არის ხო? ანუ რაღაც ბევრი კომპონენტისგან შედგება ბუნებრივი. ეხლა მეორე არგუმენტი მოვისმინე დღეს თუ გუშინ აღარ მახსოვს უკვე იმდენი ლაპარაკი იყო ამ თემაზე, რომ აი 2007 წელს 2 მილიარდი, როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკური კრიზისი იყო ქვეყანაში და ამიტომ შემცირდაო 2007 წელს პოლიტიკური კრიზისი იყო, ეგეთი უნდა და ოღონდ 2 მილიარდი იყო, მაშინ საგარეო ინვესტიციაო ქვეყანაში. ეხლა ამაზე დიდი რა ვიცი რა გითხრათ, აი სიყალბე, აი წაღარასაც ვამბობდი, რომ ეხლა იქ დაახლოებით ის არის, მე რომ დავждე ხა და გითხრათ, რომ არა ქალბატონინგა როგორ გიკადრებათ, ვინ გითხრათ რომ 700 მილიონია გარღვევა, თქვენ რაღაცა გელანდებათ. აი ზუსტად ეგეთი ლაპარაკია, ეხლა მე ეს რო დავიწყო. იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში დადგა საქართველოში. მანამდე ეს ვარდისფერი ქვეყანა იყო, ხო არავის არ დაავიწყდა. ყველასთვის დედამიწის ზურგზე. და ინვესტორები ესე კი არ მორბიან 7 ნოემბერს რო გამოვიდით ჩვენ და 8 ნოემბერს გამოიხსენ, ან 8 ნოემბერს გააჩენეს პროექტები. არა, ესე არ ხდება. ეს არის 2006-2005 2005-ში დაგეგმილი პროექტები, რომელთაც ფიზიკურად ფული შეიძლება 2007 წლის იანვარში, მარტში ან თუ გნებავ დეკემბერში მოვიდა. მაგრამ ესე ხო არ ხდება. ეს ზუსტად ის არის, წაღა გიორგი რაზეც ლაპარაკობდა აქ. წელს დაწყებული ყველა მოლაპარაკების შედეგს ჩვენ მომავალ წელს ვნახავთ. ამას ამბობდა თავარი აქ იცით რა არის, მე რატო ვარ ძალიან იმედიანად, კიდევ ერთხელ ამბობ, საერთოდ არ მესმის საბიუჯეტო პროცესი და არანაირი პრეტენზია არ მაქვს ეკონომისტობის და ფინანსისტობის მით უმეტეს. ერთმა დამიფაროს, დავიბრალო ჩემი კოლეგები ვით, უმცირესობიდან რომ ყველაფერი ვიცი. მაგრამ თავარი მეც ის მაძლევს, რომ განსხვავებით მათგან ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წამით მოსახლეობის არ მოუწყებია. ბიზნა ივანიშვილმა რო გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველივე დღეს თქვა პირველივე დღეს და ამას ამბობდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში 2013 წელი იქნება მძიმე. პირველ დღესვე ჩვენ არც ერთი წუთით არ გვითხოვს მოსახლეობის რომ გაორმაგდება ბიუჯეტი. ან რაღაცა საოცრებად თქვა, ეს იქნება მძიმე წელიწადი. და ეს წელიწადი გამოდგა ისეთი როგორც არის, გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე, ვიდრე ჩვენ ეს გქონდა წარმოდგენილი. მოსახლეობისთვის ბიუჯეტზე ეს აისახა, მაგრამ მოსახლეობაზე ეს არ აისახა, იმიტომ რომ არც ერთ სოციალურ პროგრამას ეს არ ეხება, არც ჯანდაცვას, არც განათლებას, არც პენსიებს, არც ანუ იმ ხელფასებს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის, ან ადგილობრივი ბიუჯეტები იხდიან. უფრო მეტიც ჩვენ უფასო პროგრამები დავიწყეთ ძალიან ბევრი. საბავშვო ბაღები გახდა უფასო. იცით თქვენ რომ აი ხი გიორგიც ამბობდა, ძალიან ბევრი ბიზნესმენს ჩამოეწერა ის გადასახადები და ჯარიმები, რომელიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო. ბიზნესმენების თემა არის ძალიან საინტერესო. სხვა შორის წეგან ვამბობდი, გადაცემის პირველ ნაწილში ხვალ ჩვენ გეგმავთ კონკრეტული ისტორიები, უნდა მივაწოდოთ მაყურებელს, რომელსაც პირდაპირ ეთერში მოყვებიან ის ადამიანები, ვისაც ახდევინებდნენ უზარმაზარ ფულს, ვისაც წაართვეს ბიზნესი და მათი ძირითადი ნაწილი იჯდა ციხეში. ამას არ უარყოფთ და ამაზე ხვალ იქნება საუბარი. პარლამენტის ტრიბუნიდან. ეხლა ადამიანი, რომელიც ბოლომდე ცინიკურად ამბობდა, რომ კარგით ეხლა რა ზოგადად. კი, ისინიც მოისმენენ ქალბატონ თინა, ხვალ დაინტერესებთ ალბათ ძალიან ცნობილი სახელები და გვარები იქნებიან ხვალ. ანუ სახელები და გვარები უფრო საინტერესოა. ეს მინდოდა რომ მე იმ დღეს დავუსვი იგივე კითხვა ბატონ ნოდარ ხადურსაც, მან თქვა რომ ფლობს ძალიან ბევრ ასეთ ინფორმაციას, ეხლა ბატონი კვირიკაშვილიც იგივე საუბრობდა, მე მინდა თქვენ კითხოთ, პირადად თქვენ თუ ფლობთ რაიმე ისეც, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, აი ამ მილიონების გადახდის სქემასთან დაკავშირებით. კი, ან გადახდის, ან ბიუჯეტს რომ გადაეხადა და არ გადაუხადა. აი ბიუჯეტში ფული რატო იყო მეტი? ერთ-ერთი პასუხი ესეც არის. მე ხა ძალიან პატარა ისტორიას მოგიყვებით, სულ რამოდენიმე მილიონიანს. ოღონდ ამას გამრავლების კოეფიციენტი აქვს. და მე მივხვდებით ბიუჯეტში რატო რჩებოდა ფული, რომელიც არ უნდა ყოფილიყო. ჩემთან საგამოძიებო კომისია როდესაც ქონდა კომუნიკაციებზე, იყო ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც სრულად სხვა მიზეზით დავიბარეთ ჩვენ ბუნებრივია, ტელეკომპანია ობიექტივთან დაკავშირებით იყო ის დაბარებული, მაგრამ მან აგვიხსნა, რატო აღმოჩნდა მის ხელში 2 კვირის განმავლობაში საკუთრებაში ტელეკომპანია ობიექტივის ლიცენზია, რომელიც არაფერში არ ჭირდებოდა, ოღონდ უთხრეს რომ უნდა მას ქონოდა უფასოდ, მას ამაში ფული არ გადაუხდია, ანუ იჩუქა და გააჩუქა. ეს იყო მიზეზი, რატო ჩვენ გავიგეთ დანარჩენი ისტორია ადამიანისგან, რომელიც არც ცნობილია, არც არავინ არ იცის და ჩვეულებრივი ბიზნესმენი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც აკეთებდა სამშენებლო საქმიანობით იყო დაკავებული, გურამ კვირიკაშვილი. გურამ კვირიკაშვილს ქონდა ბიზნესი, რომელთაც მაგალითად აშენდა გენშტაბის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორივეს უბრალოდ შეკვეთებით რამოდენიმე შენობა ნაგებობა. ეს მრავალმილიონიანი კონტრაქტები იყო. ის იღებდა პირველ, ეგრეთ წოდებულ advance, რა ქვია ქართულად, წინასწარ რასაც იხდება, პირველად გადასახადს მოკლედ მას აძლევდა ბიუჯეტი. ის იწყებდა მშენებლობას, ავანსი ხო, უკეთ ბოდიშს ვიხდი. გადიოდა ბოლოში და მე უარს ამბობდა ბიუჯეტიდან ფულის მიღებას.
და ამბობდა რომ ისეთი ბედნიერია და კმაყოფილია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აუშენა ეს მრავალმილიონიანი შენობა რომ უარს ამბობს ამ წერილს წერდა რეალურად ამ განცხადებას და აგზავნიდა სამინისტროში იგივე მოხდა თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის შემთხვევაში და უარს ამბობდა ამ მრავალი მილიონის მიღებაზე ეს არ აკმარეს მას რა თქმა უნდა და სხვა პრობლემები შეუქმნეს უკვე მის მოქმედ ბიზნესში მაგრამ რადგან ბიუჯეტიდან წამოვედით ეს საქმე სწორედ იმიტომ გამახსენდა რომ სწორედ ბიუჯეტს ეხება და ბიუჯეტის უკანონო გზებით შევსებას და ეს ესეა ეხლა საყვარელეძია მაგ რამდენი ცინიკურათაც არ უნდა იშაყიროს ამ თემაზე რომ ვინმე 9 წელი ესე ვაკეთებდით დიახ 9 წელი ესე აკეთებდნენ ოღონდ ესე არ იყო რომ აი მხოლოდ საპროცესო გარიგებით ივსებოდა 9 წელი ბიუჯეტი არა ესე მარტივად არ არის ეს ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა ბევრი სხვადასხვა ათეული მილიონისგან რომელიც საბოლოო ჯამში ქმნიდა იმ მილიარდს თუ 2 მილიარდს რომელიც ბიუჯეტში შედიოდა და ბოლოს აი ეს ყველაფერი რასაც ჩვენ უყურებდით რომ ვითომ ბიუჯეტიდან შენდებოდა და აი 9 მილიარდიანი ბიუჯეტი რო ქონდა ჩვენ ხედავდით ამის შედეგებს ხო აშენდა საქართველოს პარლამენტი შენდებოდა იუსტიციის სახლები აშენდა მესტია აშენდა სიგნალი არაფერი ბიუჯეტიდან არ აშენებულა კერძო ჯიბიდან მიდიოდა ეს ყველაფერი არის მეორე ბიზნესმენი იმის გორზას ახალს ნამდვილად ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არ მაქვს უფლება მაგრამ ვიტყვი ამბავს ძალიან მარტივად მივხვდებით ყინულის მოედნები დაინტერესდით ყინულის მოედნებს ვინც აკეთებდა იმ ადამიანს რა დაემართა სად არის დღეს ეს ადამიანი რა დაემართა როგორ გააქციეს ქვეყნა რამდენი მილიონი გადაახტევინეს ციხეში როგორ გამოკეტეს და ყინულის მოედნებს აკეთებდა მიშას საყვარელი სათამაშოთი იყო ეს ადამიანი დაკავებული და მასაც კი იგივე პრობლემები შეუქმნეს რაც უწოდებულ ურჩ ბიზნესს მე მეუბნებია რომ ბაჩუახლა ეს ადვოკატს უნდაო სატელეფონო ჩართვა არ ვიცი თქვენ გექნება თუ არა სურვილი კომენტარის კი ბატონო ამიტომ ოდნავ მოგვიანებით მას მივცემთ ამის საშუალებას ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ქალბატონო თინა გოგაონიანია უბრალოდ ჩემს ნაცვლად კითხეთ საკუთარ საქმიანობაზე საკუთარ მოღვაწეობაზე მათ უყვართ ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება პოლიციაში როდესაც იყო და როდესაც თავის თანატოლებს თანაკმარელებს ძველი დროისას არბევდა. აი ეს ამბავი როგორ იყო და კიკვიძის ბაღი გაახსენეთ მაგალითად როგორც ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კიკვიძის ბაღი ეს ვიდეოები მთელ ყველგან დევს რატომ იყო ამ საქმიანობით დაკავებული ვინ ავალებდა და ვინ აძლევდა ამ ბრძანებას. კარგი და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ ანუ სამართლიანობის აღდგენა როგორც ჩანს იქნება ღარიბაშვილის ხელისუფლების პრიორიტეტი, ხო? თქვენი აი ამ საუბრებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღარიბაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლიდან გამომდინარე, ნოდარ ხადურის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე. ჩვენი ხელისუფლების თავარი ამოცანა პასუხისმგებლობების თემა ხელისუფლების აღდგენას ითხოვს საქართველოს მოსახლეობა, მართალია. ჩვენ პირველ დღიდან ვამბობთ, ჩვენი ამოცანა არის სამართლიანობის დამყარება ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა დავამყაროთ სამართლიანობა, ქვეყანა უნდა შევქმნათ, რომელიც სამართალზე და კანონის უზენაესობაზე იქნება დამყარებული. დიახ, ეს არის ღარიბაშვილის თავრობის ამოცანა, ეს არის საქართველოს პარლამენტის თავარი ამოცანა კანონშემოქმედებაში, ეს არის გიორგი მარგოლაშვილის თავარი ამოცანა როგორც ქვეყნის პრეზიდენტის. ნუ გვავიწყდება რომ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ყავს. ხო, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ღარიბაშვილი, ვინაიდან იგივე კონსტიტუციიდან გამომდინარე, ის არის ქვეყნის პირველი პირი, ალბათ ღარიბაშვილის ფონზე ძალიან ბევრჯერ არ გახსენდებათ ხოლმე რომ ქვეყანას პრეზიდენტი. ხო, გეთახმებით, მაგრამ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გვეკლდა. დიდი მადლობა. ანუ ჩვენ ყავდა მთავრობა, ჩვენ ყავდა პარლამენტი, მაგრამ ყავდა კაცი, რომელიც ხან ვეტოებით გვიქმნიდა პრობლემას, ხან ელჩებს არ გვინიშნავდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში და ხან დადიოდა მთელ სოფლიოში და ქურდებს, ბაცაცებს და რუსებს გვეძახდა. და დღეს ეს ხელისუფლება შეკრულია. დღეს სამივე შტო, სამივე კომპონენტი ხელისუფლების ერთ ფერხულში ასე ვთქვათ ჩაბმული სამართლიანობის დამკვიდრება. ანუ თქვენ მიდასტურებთ რომ ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ მოსახლეობას შევპირდით სამართლიანობის დამყარება საქართველოში არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მასზე